ნუგზარ მოგესალმებით ვიდრე პოლიტიკურ შეფასებებს მოვისმენთ რა იცით ამ დროისთვის მისი დაკავების დეტალები 200-მდე სამართალდამცველი ასეთი ინფორმაცია გავრცელდა რა სახით მოხდა მისი აყვანა მოგესალმებით ბატონ ნუგზარ საამშვიდობის ნიკა მელია მიდიოდა ერთ-ერთ გადაცემაში ცხრის ნახევარზე წავიდა იგი სახლიდან საბურთალოსაკენ და იქ მოხდა ჩასაფრება როგორც მძღოლები და ასევე დაცვის წევრები ამბობენ მათ რამდენიმე მანქანით 10-ზე მეტი მანქანით დაესხნენ თავს შეაჩერეს ისინი საბაბად იყო მოტანილი თითქოს და რაღაც ჩამუქებული იყო მინები და ამის შემდეგ დაიწყო ძალადობრივი შეჭრა მანქანებში გამოიყვანეს როგორც პარტიის ლიდერი ნიკა მელია ასევე დაცვის წევრები იყვნენ განეიტრალებულები ისინი ძალადობით მოგლიჯეს ყველა სარეგისტრაციო კამერა რომელიც უშუალოდ მანქანებში იყო და აფიქსირებდა ამ ამბებს იმისათვის რომ არ დარჩენილიყო არანაირი კვალი წაართვეს ტელეფონები ყველას ვინც იქ იყო და შემდეგ დაუბრუნეს რამდენიმეს მაგრამ ნიკა მელიას წაართვეს თავისი ტელეფონი ეს იყო კლასიკური ჩასაფრება რაღაც სიკვდილის ბრიგადების რომლებიც მოძრაობენ არა კანონის ძალით არა სხვა რომელიმე სახელმწიფოებრივი როგორც ინსტიტუციის წარმომადგენლები არამედ როგორც კრიმინალური ბანდები და პირდაპირ ვიხილეთ ახლა რა ხდება საქართველოში აი ამ ფორმით მოხდა ანგარიშვალება ნიკა მელიაზე ფაქტი არის რომ არავითარი წინააღმდეგობა თქვენს ანონსში გავიგონე ხმა რომ თავიდან აერიდებინათო რაღაცა შტურმი აქ არავინ არ ემზადებოდა იმისათვის რომ რაიმე შტურმი მოგვეგერიებინა ხაზგასმულად მშვიდობიანად აპირებდა ნიკა მელია რომ მისულიყო ციხეში დამორჩილებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა ნებას არავითარი წინააღმდეგობა არავითარი ძალადობრივი წინააღმდეგობა აქ არ იგეგმებოდა და მე მიმაჩნია რომ ეხლა ეს რაც დღეს გააკეთეს არის დემონსტრაცია ძალის დემონსტრაცია იმის რომ მათ გაუვათ ყველაფერი ამ ქვეყანაში და რომ ადამიანის უფლებები საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს თუ რამე შეიძლება შევადაროთ ეხლა დღევანდელი ხელისუფლება ეს არის რუსული ფუნდამენტური ექსტრემიზმის ვერსია საქართველოს აი ეს არის ექსტრემისტების რაღაცა ჯგუფი რომლებიც ანგარიშს უსწორებენ საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ ლიდერებს არასამთავრობო ორგანიზაციებს ჟურნალისტებს ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოსაც და არადუღირთ მათი უფლებების დარღვევა და აი ამ კონტექსტში ახლა მივმართო ყველა პოლიტიკურ პარტიას რომლებიც ლაპარაკობდნენ ბოლო დღეების განმავლობაში რომ თითქოს და შესაძლებელია რომელიღაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მივიღოთ ჩვენ მონაწილეობა და ამან განმუხტოს რაღაც კრიზისები და ხელისუფლება დემოკრატიული ფორმებით რამეს დათმობს. მიმაჩნია რომ აი ახლა ფორმალიზება აი ამ ძალადობის, ამ ავტოკრატიის, ამ დიქტატურის, აი ამის ფორმალიზება არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. ახლა პოლიტიკოსებმა უპირველეს ყოვლისა უნდა თქვან სიტყვა და არა მხოლოდ სიტყვა, არამედ ქმედებებით უნდა დაადასტურონ ერთგულება ქართველი ხალხისადმი და ჩვენი ქვეყნის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესებისადმი. ბატონო ნუგზარე უკვე გამოგიცხადეს მხარდაჭერა პირველი ვინც თანადგომა გამოგიცხადათ არის ძლიერი საქართველო მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მათ განცხადებაში წერია რომ რუსული ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნას ახალ მასშტაბებს ძენს რეჟიმი ისეთ პანიკაშია ფორმალურადაც აღარ ელოდება სასამართლო დარბაზში დასადგმელ ფარს თქვენ საუბრობდით ასე ვთქვათ კონტექსტზე შენობაში შტურმით შეჭრაზე ხო ეს სხვა კუთხით შეგვიძლია დავინახოთ რომ შესაძლოა თქვენ არ ემზადებოდით ამისთვის, მაგრამ მელიას გირაოს გადახდის ვარაირდა თავიდან, ანუ ჩვენ ვიცით რომ ნიკა მელია არ აპირებდა სასამართლოში მისვლას, ანუ ის კადრი რაც ვნახეთ ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში ამას ვერ ვნახავდით, ხო ნიკა იქნებოდა ალბათ ოფისში და ალბათ მოუწევდათ ძალის გამოყენება, რაც დამალული ვერ დარჩებოდა. ისინი ასე მოიქცნენ არა იმიტომ რომ აქ ვინმე რაღაცა ძალადობრივი სცენარს განიხილავდა. პირიქით, ასე არ არის და გარწმუნებთ, რომ ეხლა აქ არ ვმალავთ, საუბრობთ ღია და ყველამ ძალიან კარგად იცოდა თუ რამდენად მშვიდობიანად იყო განწყობილი პირველ რიგში ნიკა მელია, პარტიის ყველა ლიდერი და ასევე ის ადამიანები, რომლებიც აქ არიან და აქ იქნებოდნენ ხვალ. ეს იყო პირიქით დემონსტრაცია ძალადობის, დემონსტრაცია რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ნახოს რომ თუ პოლიტიკურ ლიდერებს ასე ეპყრობიან, თუ
არასამთავრობო ორგანიზაციებს ასე ეპყრობიან, თუ ჟურნალისტები ასე შეუძლიათ დაასისხლიანონ, მე რა დამემართება, რომ ჩამოვარდეს აი ეს შიში, ამისათვის იყო გაკეთებული ეს ყველაფერი. რაც შეეხება პარტიების გამოხმაურებას, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალადობის წინააღმდეგ ყველა პასუხისმგებლობიანი პარტია აიმაღლებს ხმას. დიდი მადლობა მათ, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ახლა არის პოლიტიკური ნაბიჯების დრო. ახლა არის ამ რეჟიმის იზოლაციის დრო. ნებისმიერი თანამონაწილეობა, ნებისმიერი ლეგიტიმაცია იმისა, რის ლეგიტიმაციას არ შეიძლება აი უკანონობის რაც ქვეყანაში სუფევს გააგრძელებს და კასკადი იქნება კიდევ ძალადობების. დაიჭერენ არა 1, არამედ 10, 20, თუ დაჭირდათ 100 ლიდერს, პარტიის ათასობით წევრს. აი ეს არის მათი მიზანი. ეხლა იმიტომ რომ ნებისმიერი დიქტატური, სამხრეთ ამერიკული დიქტატურებიან დაწყებული აზიური სისხლიანი დიქტატურები დასრულებული, ამოცანა არის ერთადერთი. დააშინოს მოქალაქე მიწასთან გაასწოროს და შემდეგ დაამყაროს ის სისტემა, რომელიც არის მისთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ ახლა არის ჭეშმარიტების момენტი ნამდვილად ყველა პოლიტიკური პარტიისათვის. ბატონო ნუგზარ, არ დააყოვნა გამოხმაურება არ დააყოვნა გამოხმაურება ვაშინგტონიდანაც და თქვენთან ერთად მინდა გავაცნო მაყურებელს რესპუბლიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის პირველი შეფასება ნიკამელიას დაკავებაზე. ქართული ოცნების ანტიამერიკულმა რეჟიმმა დააკავა ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი ნიკამელია იმავე ცრუ საბაბით, როგორც წინა თავდასხმისას ოპოზიციაზე. ცხადია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ სანქციები არის გამოსავალი. აი რა პასუხია ეს ოლიგარქიული რეჟიმისაგან, აი ესეთი ღია, ძალიან დემონსტრაციული გატაცება ოპოზიციონერი ლიდერის, თუნდაც ამერიკისთვის, ვისთანაც თითქოს ცდილობენ, რომ რაღაცები დაალაგონ. არა, ღია დისტანცირება თავისუფალი სამყაროსაგან. ისინი ეუბნებიან, აი როგორც პუტინმა გამოაცხადა სუვერენული დემოკრატია და თქვა, რომ მე აქ მოვკლავ ვიღაცას, დავიჭერ ვიღაცას, ციხეში ამოვალპობ უამრავ ხალხს და ამ მიუხედავად ამისა ჩემთან გქონდეთ ურთიერთობა, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი რუსული სუვერენული დემოკრატია. აი ახლა ამათ მოიგონეს თავიანთი ფსევდო-სუვერენული დემოკრატია, რომელიც ამბობს, რომ მე აქ რასაც მინდა იმას ვუზამ ამ ადამიანებს, შემიძლია დავხურო ტელევიზიები, შემიძლია ვცემო ჟურნალისტები, თვალები ამოვთხარო ადამიანებს, დავიჭირო პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ მაინც გქონდეთ ჩემთან კონტაქტი. აი ეს არის ახლა ქართული ხელისუფლების გზავნილი მთელი მსოფლიოსადმი. მსოფლიოს რეაქციას კი ყველანი კარგად ხედავთ და ეს რაც მოიყვანეთ ახლა ჯო უილსონის გამოხმაურება არის სწორედ ამის დადასტურება. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ეს ამბავი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის თავისუფლებისათვის ბრძოლის მართლა ჰეროიკული ბრძოლის ეპიზოდები. ხედავთ ჩვენ მეგობრებს გული ტკივა, როგორ იჭერენ, როგორ ამცირებენ დამცირებულების და შეურაცხყოფილების საზოგადოებას აქციებს მთელი ქართული საზოგადოება, მაგრამ ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ხანდახან პოლიტიკოსებისაგან საზოგადოება ელოდება მოწოდებებს, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც პირადი მაგალითი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და არსებითი. ეს მინდა გაითვალისწინოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. დიდი მადლობა ბატონო ნუგზარ, მადლობა ჩართვისთვის.